მთავრობის ეკონომიკური გუნდის ახალი ინიციატივა გლეხებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ვერ ან არ დაამუშავებენ, საქციები ემუქრებათ. ეს იმ ფონზე, როდესაც მიწის ათვისებას გლეხები სწორედ ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ. მთავრობამ უკვე დაიწყო იმ ნაკვეთების აღწერა, რომელიც ამ დრომდე დაუმუშავებელია. ეხლა ამ პერიოდში, როცა გლეხს ასე უჭირს, ესეთი კანონის მიღება მე მგონი გაუმართლებელი იქნება. სანქციების ამოქმედებამდე გლეხები დახმარებას ითხოვენ. მათი განცხადებით მიწებს წლების განმავლობაში ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ამუშავებენ და ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილება ჯარიმების დაკისრების შესახებ მიუღებლად მიაჩნიათ. გლეხი რა საშუალება აქვს ისეთი, რომ ეს ხარჯები და ისინი დაფაროს, რაც მოსავალი თიღებს. თვითონაც ხო უნდა თავისი რჩენა. არა, გლეხს საშუალება რომ დაამუშავოს. დღესაც მე ვისესხე ფული და ისე მოვხანი მე ადგილები. მოქალაქე, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ვერ ან არ დაამუშავებს, ფულად სანქციას გადაიხდის. ინიციატივა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ეკუთვნის. სოფლის მეურნეობის მინისტრი განმარტავს, რომ მიწის ნაკვეთები მთელი ქვეყნის მასშტაბით მაქსიმალურად ათვისებული უნდა იყოს. ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის ჯარიმა დაწესდება. არ შეიძლება ერთის მხრივ მეწარმე, რომელსაც აქვს მიწა და სამუშაოებს აქტიურად, იყოს თანაბარ პირობაში იმ ადამიანთან, რომელსაც აქვს უბრალოდ სარგებლობაში, ან ფლობელობაში უბრალოდ მიწა და რომელიც საერთოდ არ აქცევს ამ მიწას ყურადღებას. ეკონომიკური გუნდის ინიციატივას ექსპერტები აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებას მიწებთან დაკავშირებული პრობლემა არ ესმის. სანქციების სანაცვლოდ ისინი მთავრობას ალტერნატიულ წინადადებებს თავაზობენ. სანქცია არ არის გამოსავალია სწორი პოლიტიკა და საჭიროა მე პატრონის გაჩენა, ვინ ცხოვრობს ამ მიწაზე, მიწა იმისი უნდა იყოს, საკუთრებაში უნდა იყოს, შეიძლება გადასცე გრძელვადიანი გამოსყიდვის უფლებით. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებული სამთავრობო ინიციატივა პარლამენტში ჯერ არ დარეგისტრირებულა, თუმცა დეპუტატები დეტალებს უკვე იცნობენ. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ სანქციების ამოქმედება სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს შეუწყობს. ოპოზიცია კი ხელისუფლებას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. საინტერესოა, ვის მოუვიდა თავში აზრად, რომ ამ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში, სადაც ძალიან დიდი გაჭირვებაა, დააწესოს ახალი გადასახადები. მეურნეები, ფერმერები არ იხდიან რა მიწის გადასახადს, არანაირი ვალდებულება რა არ გააჩნიათ, ამბობენ ძალიან მარტივად. ეგდოს რა არც წყალს თხოვს და არც პურს. თვითონ დამოკიდებულება ეგდოს რა ნიშნავს იმ უტიფარ აგდებულ დამოკიდებულებაზე და ეს უნდა მოვშალოთ. სოფლის მეურნეობის დანიშნულებით აგრარული მიწის არ გამოყენების შემთხვევაში სანქციები მთავრობის საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ ამოქმედდება. ამ დროისათვის იმის აღწერა მიმდინარეობს, თუ რამდენ ადამიანს აქვს აუთვისებელი მიწის ნაკვეთი.